ჩანაწერი ჩაერთო, იდეაში ყველა ლექციაზე ჩვენ გვექნება ჩანაწერი, საიდანაც შემდეგ უკვე შევძლებთ ჩანაწერის ნახვას, მაგალითად მთლიანი ლექცია იქნება ატვირთული. შევხვდათ, ნახავთ, შეგიძლიათ გადაიმეოროთ, რაღაც კონკრეტული დეტალი თუ დაგაინტერესებთ, მაგას მოძებნით, ყველაფერი იქნება ატვირთული. ძალიან კარგი. მოდი ეს აპლიკაცია გადმოწერეთ და შევეხოთ, ნახოთ რა არის, როგორ არის, როგორ მუშაობს. გადმოხვალთ ამ საიტზე და download for Windows ჩაუბრალთ და აჭერთ. აჰო, აქ setup-ი არის, ან პირდაპირ გავუშვა, ნახეთ, პირდაპირ წამოიღო გადმოწერას. და ჩვეულებრივად ჩაიწერება 100 მეგაბაიტია სულ. და დაინსტალირებ ჩვეულებრივი ინსტალაცია აქვს, არაფერი განსაკუთრებული და ეხლა გადმოწეროთ? კი. ეხლა გადმოწერეთ, რომ მინდა რომ შევეხოთ, რაღაც ნახოთ ზოგადად აი რა არის, როგორ არის და ასე. დიანა შენი ხმა წესით არის მოწერილი მოდის. გამეკითხვა ხო არ გაქვს? Visual Studio კოდი? ხო. Visual Studio კოდი გინდა. მგონი მე-14 დაგვემატა სავარაუდოდ. იყო გაბოშიძე ანდრია. გადმოიწერეთ? კი, მე დავაყენე. კი, გადმოვიწერეთ. მე გადმოვიწერე. ბატონო, ნელა მაშინ შეგვიძლია თუ ვინმეს არ გაქვთ ჯერ დაყენებული და ინსტალირებთ, გამოვთქილეთ რომ არ დავიწყოთ უთქვენოთ. ჯერ არ გამომწერია, მე ჯერ არ გამომწერია რაღაც ჭედავს. ის დაგეულებით არ არის. ვერ ვიწერ. როგორ? ინტერნეტი ჭედავს და ნელა იწერს. დაგეულებით. ეს არც არ გვეჩქარება, ნელა და ჩამოვიყალიბოთ აზრი, არსად არ გვეჩქარება პირველ ლექციაზე. ჩქარებას აი მე ანგულარზეც მოვასწრებთ.
სანამ პაუზა გვაქვს, თუ შეგიძლიათ რომ გაგვიმართოთ ასინქრონული სწავლება რას მოიცავს? ასინქრონული სწავლება იდეაში ასინქრონულობა JavaScript-დან გამომდინარე JavaScript-ში ვისწავლთ ასინქრონულობას ზოგადად. მაგრამ ეხლა რომ გითხრათ ასინქრონულობაზე, მაგალითად ჩვენ როდესაც JavaScript-დან რამე ბრძანებას ვასრულებთ, ეს ბრძანება ხდება პირდაპირ. ანუ მოდის, მე რომ ვეტყვი რომ პირობითად ესა და ეს გააკეთე, ეს ხდება პირდაპირ. პირობითად აი კონსოლში რამე ცვლადის გამოყვანა. მაგრამ როდესაც ჩვენ სერვერზე ვაგზავნით მოთხოვნას და ვეუბნებით რომ პირობითად რამე მნიშვნელობა გვინდა რომ წამოვიდეთ. ამ შემთხვევაში სერვერი გვიბრუნებს ასულს ოღონდ რაღაც კონკრეტული ინტერვალის შემდეგ. რაც უკვე აღარ არის სინქრონულ სქემაში. ეს ყველაფერი ხდება call-stack-ის მხრიდან, call-stack-ს დაახლოებით, ეხლა call-stack-ი ცოტა კი არა ძალიან დიდი თემა არის, ამას დაახლოებით შევეხებით და განვიხილავთ, მაგრამ დეტალურად არ ჩავეძიებით, იმიტომ რომ call-stack-ი უკვე advanced თემა არის. და რას ვამბობდი ხო? ზოგადად ასინქრონულობა მაგას მოიცავს, რომ გააკეთებ ასინქრონულ მოთხოვნას, ანუ სერვერზე გააგზავნი request, შეიძლება რაღაც მონაცემი ატვირთო სერვერზე, შეიძლება რაღაც მონაცემი წამოიღო სერვერიდან, შეიძლება რამე შეცვალო სერვერზე, ამიტომაც ეს ყველაფერი ვერ მოხდება სინქრონში, იმიტომ რომ ამ request-ს რეალურად მოთხოვნას, რასაც ჩვენ ვაგზავნით სერვერზე, ამას სჭირდება რაღაც გარკვეული დრო. ამიტომაც ასინქრონულობას გავუდით JavaScript-ზე, დეტალურად ჩავეძიებით და ნახავთ რომ როგორ უნდა ვიმუშაოთ ასინქრონულ ოპერაციები. აი Google JavaScript-ში და მე მგონი როგორ? კითხვა ვერ გავიგე ბოლოს რაღაც, თქვენ მგონი. გესმით? კი. ხო, შეგიძლიათ ჩატში დაწერო, გესმით გავიგე, მაგის მერე ვიღარ. ასინქრონული სწავლება? ან თვითონ სწავლების პროცესის ასინქრონულობაზე გულისხმობ? ხო, იდეაში მაგალითად თქვენ ვერ მოახერხეთ ლექციაზე დასწრება. ეს ჩანაწერი იქნება გაკეთებული, ანუ მე ყველა ლექციას ჩავიწერ და Teams-ზე შეგეძლებათ მე ამ ვიდეოების ნახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირობითად ლექციაზე თუ ვერ დაესწრებით, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ან თემას ჩამორჩებით, ან რამე გამოგრჩებათ. შეგეძლებათ შეხვიდეთ, ნახოთ, უყუროთ და ისწავლოთ ეს განვი მასალა. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება და უკეთესი იქნება თუ თვითონ ლექციაზე გადაესწრებით, რადგან პირველ რიგში იმიტომ არის კარგი, რომ თან პროცესში უფრო სერიოზულად ხარ ჩართული და ყურადღება სხვა რამეზე უფრო არ გადაგივა, უფრო კონცენტრირებული ხარ. ეგ ერთი და მეორე ის არის, რომ ზოგადად პროგრამირებაში არის აი ძალიან ბევრი კითხვები. ძალიან ბევრი კითხვები. სულ ყველაფერზე შეიძლება რამე კითხვაც გაგიჩნდეს, რისთვისაც ვარ იდეაში მე არ. და ყველა კითხვაზე უნდა გაქცეთ პასუხი. ძალიან ბევრი კითხვა და გაგიშტებათ დამიჯერეთ, ამიტომაც ყველა კითხვაზე
პასუხი რა თქმა უნდა საჭირო იქნება, ზოგადად თან ისეთი ვარიანტია, რომ აი შეიძლება რამე ვარიანტში გაიჭედო, წინ ვეღარ წახვიდე და უცბად ვერ გაიგე რაღაც. მაგ დროს სხვა თუ არ დაგეხმარა, ან სადმე თუ არ მოძებნე შენი პასუხი, მაშინვე დაიჭედები და წინ ვეღარ წახვი. მეც ძალიან დღესდღეობით ახლა მე ნენელა ბექს ვსწავლობ, ანუ ბექის დეველოპერიც მინდა რომ ვახდე, ანუ full stack დეველოპერი, ეგრეთ წოდებული და იმდენი უბრალოდ მეც იმდენი კითხვა მაქვს და ზოგადად რაც უფრო მეტი კითხვა გიჩნდება, მით უკეთესი, იმიტომ რომ რეალურად მით უფრო ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე და ამ კითხვებიდან გამომდინარე იცოდნა ძალიან ივსება. თუ დააყენეთ ყველა? მეც შადორ. კი, მეც ჩავწერ. მეც მიწერია. კი ბატონო. ისე ასინქრონულობაზე რა იკითხეთ და მე რამ ხელა რაღაც მოვყევი. რა ხელა თემა შევედი. აი, იდეაში ნუ მე რაღაცო გავხსენე ეს ინსტალაციო. ანუ მე ხლა მითხარ რომ უკვე ჩართული გაქვს Visual Studio Code და რაღაც აინსტალირებ. ამიტომაც უბრალოდ Visual Studio Code-ს გავხსნე. ერთსაც კითხოთ. ლექციის ანუ ფორმატზე რო შევთანხმდეთ რა მიმდინარეობის დროს დავუშვათ კითხვების დროს ლექციის ბოლოს ვსვამთ თუ გაწყვეტინეთ თუ ეგრე როგორ ვქოთ? იდეაში ჩვეულებრივად შეგიძლიათ პროცესში მკითხოთ, ანუ ბოლოს ანუ შემოინახოთ პირველ რიგში შეიძლება დაგავიწყდეთ, მაგრამ ელემენტარული იმ ადგილას, თვითონ იმ ადგილას სადაც ვიმყოფებით, შეიძლება კონკრეტულად მე თუ არ დაგეხმარე ვეღარ გააგრძელო შენც ჩემთან ერთად გამეორება რა. ანუ ეხლა მე რასაც დავწერ, თქვენც უნდა გაიმეოროთ ეს ყველაფერი, რომ ჩემთან ერთად დაწეროთ და ჩემთან ერთად დაკეთოთ ყველაფერი. და პირობითად რაღაც შეიძლება გამოგჩეთ, რაღაც გადაწერა ვერ მოასწროთ, რაღაცა შეცდომა გექნებათ და მაგაზე აუცილებლად უნდა მკითხოთ, ანუ შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში გამაჩეროთ და მითხრათ, რომ აი დამეხმარე ესა და ეს პრობლემა. აი ძალიან ნელა რო წერო, აი მაქსიმალურად ნელა რო გავაკეთო, აი დამიჯერეთ, რომ 1-2 მაინც იქნება ისეთი, ვისაც რაღაც შეცდომა გაეპარება და რეალურად ძალიან ბუნებრივია ეგ, იმიტომ რომ თან ეკრანს უყურებ, თან აქეთ უყურებ, თან შენ წერ და ნუ მოკლედ არ არის მაინც და მაინც მარკ. მგონი ორი ეკრანი საერთოდ იდეალური იქნება, ხო? კი. მე ხა აი ორ ეკრანზე ვმუშაობ ხოლმე ძირითადად, მაგრამ აი ზოგჯერ ტელევიზორი მომაქვს ხოლმე და ტელევიზორსაც ვაერთებ, რომ აი მესამე ეკრანიც ჭირდება ხოლმე რა. იმიტომ რომ ერთზე კოდი გახსნილი, მაგალითად ერთი ეკრანი გჭირდება იმისთვის, რომ მაგალითად ნახო რას აკეთებ, რა გამოდის შენ დაწერილი კოდიდან, მაგრამ მესამე რის მაგალითზე აკეთებ რა, ანუ შეიძლება ანუ ზოგადად ჩვენი მოვალეობა არ არის რომ მოვიფიქროთ ვიზუალურად როგორ იყოს. ნუ სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩვენი მოვალეობა დიზაინის აწყობა არ არის. ჩვენი მოვალეობა რომ ამ დიზაინიდან გამომდინარე შევქმნათ საიტი. ამიტომაც ერთი მაქვს ხოლმე გახსნილი დიზაინი, ანუ საიდან გამომდინარე უნდა ავაწყო საიტი, ერთი თვითონ Visual Studio Code-ის სადაც კოდს წერე და მესამე სადაც გამოდის ეს ჩვენს მიერ შესრულებული კოდი. აი, მოდი ახლა მე შევქმნი ამ folders. მაგალითად, intro-ს დავარქმევ უბრალოდ შემო. ესეთი folder-ია, სადაც მე გავხსნი ახლა ამ folders. გამიხსნა. და ამ folder-ში შევქმნათ, მოდი, ესეთი რაღაც. ავირჩევ news და უნდა დავაგენეროთ, შევქმნათ text document. ჩვეულებრივი text document-ი და კიდევ ერთი დეტალი. ჩვენ ჯერჯერობით აი ნახეთ მე, აი აქ მაქვს ესეთი გაფართოება. ნახეთ, თუ დააკვირდებით, აი აქ წერია c.txt. სავარაუდოდ თქვენთან ეს არ იქნება. ამიტომაც ეს რო ჩავთოთ, ანუ გაფართოება რა გაფართოება აქვს, ეს რომ ნახოთ, ამისთვის უნდა გადმოვიდეთ view-ში და უნდა ავირჩიოთ show და file name extensions.
იდეაში მე Windows 11 მაქვს და Windows 10-ზეც იდეაში ანალოგიურად ეწერება view, show და მერე file name extensions. ანალოგიურად არის, უბრალოდ ცოტა ვიზუალურად იქნება განსხვავებული. ნახეთ, ეს უნდა გქონდეთ აუცილებლად მონიშნული, უნდა ჩანდეს. ჩართეთ ყველა? იგი ბატონო, მაშინ შეგვიძლია შევუცვალოთ ახლა სახელი ჩვენს ფაილს. ვერ ჩავრთ. თითოთი მეც ვერ ჩავრთე. კი ბატონო. ანუ ჩემთან სპანაირი ინტერფეისია გამას. ხო, Windows 10 ხარ? არა, 11-ია. Get started with VS Code, ესე იწერება და choose your theme. File ახალი ფაილი მივცე თუ როგორ უნდა იმუშაო. არა, უყურეთ ჩვეულებრივად ფოლდერი, ამ სარიელი ფოლდერია ეს, შეხედე? და აი აქ ჩაყოლებაზე ამ ფოლდერს მოვიწყო. ტექსტ დოკუმენტი დინა უბრალოდ ეკრანი გააზიარე და მე იმას ვიძავ, მე გიკარნახებ სად როგორ უნდა დააჭირო. თუ ვერ იყო. მე მაგბუგი მაქვს. ხო. და ანუ ის Windows-ის ისინი ჩაწერილი მაქვს და რომელი არის მაგის ის Google Docs-ი არის თუ ისა? ხო, რაც გულისხმობ extension-ების ვარიანტში? ანუ MacBook-ში როგორ მოვწერნოთ ხო ეგ ფაილი? ვარცით. რისი ფაილი Visual Studio კოდის ფაილს ეძებ თუ ზოგადად? არა, ის Visual Studio კოდი ჩავიწერე ეს ანუ ეს ტექსტ დოკუმენტის ის რო იმოსქნო. ხო, ეგ Docs-ი უნდა იყოს ესეთ. იმიტომ რომ მაგზე იდეაში მე წინა მოსწავლეებთან ახლა ეს ჯგუფი რომელიც დავამთავრე, იქ ერთ-ერთს ქონდა Mac-ი და გზადაგზა მეც Mac-ის ხმარებას ვსწავლობდი Windows-იდან, რომ რაღაცები პრობლემები არის ხოლმე, ნუ განსხვავდება რაღაც სიტუაციებში და სავარაუდოდ Docs-ი იქნება, ხო, ასე უნდა იყოს. აუ მე გადმოვწერე და ვეღარ გავიგე სად შევიდე. ხო, ჯერჯერობით არსად არ უნდა შეხვიდე. ანუ უყურე ფაილი გახსენი, უბრალოდ რომ აი ეს extension-ი TXT გამოვიწყო. ფაილს ვერ ხსნი რაღაცას მიწერს. რა ფაილის გახსნა კი, ანუ ჩვეულებრივი ფოლდერი შექმენი შეხედე. ეს ჩვეულებრივი ფოლდერი, ანუ ეკრანზე რო დააგენე რომ ამ ფოლდერი. არაფერი ის არ არის. ანუ Visual Studio Code-თან ახლა არ გვაქვს კავშირი, ჩვეულებრივი ფოლდერია, სადაც ტექსტური დოკუმენტი გვაქვს შექმნილი. ვისაც აი მაგალითად ვერ გაერკვევით ეკრანი გამიზიარეთ და გეტყვით რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა გააკეთოთ. როგორ გავაზიაროთ ეკრანი? აი აქ Teams-ში იქნება მარჯვნივ აი ლივთან share. აი მიკროფონის მარჯვნივ და ლივის მარცხნივ. share ამან უნდა არჩიო ეკრანის გაზიარება გინდა თუ რომელიმე კონკრეტული ანგლის. აქ მე რა უნდა მივუთით აი ეს როგორ გავაზიარო ეს თვითონ ეს screens დააჭირე. ანუ შეხედე აი აქ განახსოვეთ ჩემი მხრიდან როგორ არის. აი აქ დააჭერ ну ჩემთან ახლა stop sharing არის, მაგრამ დააჭერ shares და აი აქ ქვემოთ რაც ჩამოვარდება, ეს აი გაერჩიე screen. უბრალოდ MacBook-ზე მე მგონი screen recording-ის permission-ია ჩასართველი და ამიტომ ვერ გააკეთებს. მაკინა ხარ? იგავს. არა, არ მაკი, ანუ ეს მაკიწერა. share content. ხო, დააჭერე მან და თუ ანუ share content წერიას content only stand out-ი თუ მაკინა რომელია ურჩეული გავიქ. share screen არ არის, screen არ აწერია? არა.
მოიცა აი კონი ეხლა ორი პირველია, წარმოგავ. როგორც მახსოვს. Content only უნდა აირჩიო. Content only. ეგე ვიღაცამ გააზიარა. აი მე უბრალოდ დავტესტე ის, აი მან დააქვს კიდევ სკრინი გვერდზე უწერი აი რო ნახო ნიკოლოს ვეუბნები და ეს შეარსო დააჭერ. ნახე presenter mode-ია და ქვევით სკრინი აი შენ ეკრანს დაინახავ და მაგას დააჭირე უბრალოდ და ეგრევე გააზიარებს. აი გამოჩნდა. გამოჩნდა? ხო. Visual Studio Code ხარ შენ? ჩაკეთე. ეს Visual Studio Code და აი ჩვეულებრივი ფოლდერი. იცი რა გაკეთე? ჩვეულებრივი ფოლდერი შექმენი. ეგეთი. არა, Teams-ი ჩაკეთე და აი რამე ფოლდერი შექმენი ნებისმიერ. ცალკე? ხო, ცალკე. დესკტოპზე? დესკტოპ. შემდეგ და ეგ ფოლდერი გახსენი. ამ ჩვეულებრივი დესკტოპზე გახსნილი ფოლდერი, ხო? კი. და მან დააჭერე views. ზემოთ. აი, მარჯვნივ. შემდეგ დააჭერე მან და სულ ქვემოთ იქნება show. show, კი. და ბოლოს წინა file name extensions მომიშ. და ეხლა შექმენი ტექსტური დოკუმენტი. ისე მარჯვენა ღილაკს დააჭირე mouse-ზე. და new text document. ბოლოდან მესამე. text document. კი ბატონო. text document. ხო. ეგ არის იდეაში ჯერჯერობით და მე უკვე განახილეთ ამ text document-ს რა უნდა გავუკეთოთ. ხო, სხვებთან რა ხდება? კი ბატონო. გააზიარე მაშინ ეკრანი შენს და ნახოთ. X top sharing-ს დააჭირე თუ ეკრანის გაზიარების დამასწრებელი. ვის უნდა დახმარება? მე დიანა. ორი წამით. მოდი პორტალს გავიგეთ მე თორე. კონი. whiteboard-ს აზიარებ, შენ ეკრანი არ გამოჩნდება აქ. დამი მინდა ზუსტად იმას პროცესს მესწავლე. აბა ერთი რამე თქვას რომ შევამოწმო ხომ მუშაობს ხო გადავედი? ტესტი. აჰა. ისმის? კაი, დიანა, შენ გაქვს whiteboard-ი გაზიარებული. ეგა უნდა გაგეზიარებინა, იქ უნდა იყოს აპლიკაცია. Teams-იდან ხო ხარ შემოსული დიანა? გამარჯობა ერეკლე. ალბათ ჯერ არ წელი ხარ სიაში.
დიან აქედან ჩვენ ვერ იმას ვწავთ. ვერ გავაკეთებთ. იდეაში ჩვენ გვინდა ეხლა რომ შენ აირჩიო. მოდი, სკრინს განახოთ, მე დავსკრინებ. ჩატში ჩავაგდებ ეხლა ზოგადად როგორ გაზიაროთ. აი შეხედეთ წავიდა ფოტო. ანუ share-ს რო დააჭერთ. ანუ ჩამოიშლება ესეთი გრაფი. და აქ აირჩევთ screen-ს. ნუ მე ორი ვარიანტი მაქვს ხა, იმიტომ რომ ორ ეკრანზე მაქვს, მაგრამ თქვენთან იქნება screen. და აქ აირჩევთ screen-ს და ჩვეულებრივად გაზიარდება და შემეძლება რომ ვნახოთ. ნახეთ. share და შემდეგ screen-ს აირჩევთ. დააჭერ ეკრანზე და პირდაპირ წამო. გაზიარდა ეკრანი. შეგიძლიათ შეკეცო. Visual Studio Code და ფოლდერი მანახეთ. ჩანს. ჩაკეცე ახლა რამე ნებისმიერი ფოლდერი გახსენი, ცარიელი და გეტყვი რა უნდა გააკეთო. შენ გონი აირჩიე window და მარტო Teams-ი მიჩანს მე. Teams-ის გარეთ აღარაფერი აღარ ჩანს. იცი რა გააკეთე? გააჩერე გაზიარება, ანუ stop sharing-ს დააჭირე და ახლა აირჩიე ოღონდ აი მიკროფონის მარჯვნივ და აირჩიე მთლიანი screen-ი. შენ ქონა არჩეული window და მარტო Teams-ის ეკრანი მიჩანდა. სხვა იმას ვერ ხედავდი. აზიარებ დიანა? კარგი, მოდი მაშინ ამ ფოლდერს წავშლი და თავიდან მივყვეთ Windows რომელი გაქვს დიანა? 10 გაქვს თუ 11? კარგი, მოიცა იდეაში. დაგისკრინავთ ზოგადად აი Windows 10-ის შემთხვევაში როგორ იქნება. Windows 10-ის შემთხვევაში, ვისაც Windows 10 გაქვთ, აი აქ დააჭერთ Views და File Name Extensions-ი უნდა გქონდეთ მონიშნული.
ჩვეულებრივი ფოლდერი არის Visual Studio Code-თან. არაფერი კავშირი არ აქვს, მეც ახლა თავიდან გავაკეთებ. ანუ მარჯვენა ღილაკი, new folder და დავარქვევ intros მაგალითად. ეხლა ამ folder-ს გავხსნი. მარჯვენა ღილაკი ისევე new და text document. აი, ვისაც პირობითად აქედან არ გამოგივიდათ, მეორე ხერხს განახებთ როგორ უნდა გაკეთოთ. ზოგადად ეს საჭიროა რომ იცოდეთ. მაგრამ მეორე ხერხსაც განახებთ ამის გარეშე პირობითად როგორ გავაკეთოთ ახლა როგორ მივიღოთ HTML-ის ფაილი. ახლა HTML-ის ფაილის მისაღებად საჭიროა რომ ჩვენ სახელი შევუცვალოთ ჩვენ ტექსტურ დოკუმენტს. იდეაში სახელს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდეაში რა ექნება. ჯერჯერობით. მაგრამ თავარია ჩვენთვის ახლა გაფართოება, ანუ ნახეთ text document და შემდეგ უკვე წერია წერტილი txt. ეს არის გაფართოება და იმას გვანიშნებს, რომ ეს ფოლდერი, ეს ფაილი ბოდიშით არის txt ფორმატის. მაგრამ ჩვენ მოდი დავარქვათ სახელი ინდექსი, სახელი ინდექსი რისთვის გამოიყენება ზოგადად. შეგვიძლია ნებისმიერი სახელი დავარქვათ, რაც მოგვინდება, მაგრამ ზოგადად გამოიყენება სახელი ინდექსი და ამასაც გეტყვით. რატომ? და ინდექს წერტილი და წერტილის შემდეგ უნდა დავწეროთ HTML. ანუ ინდექს წერტილი HTML. დავაჭერ enter-ს და მეტყვის რომ ვეთანხმები თუ არა იმას რომ ფაილის სახელის შეცვლა მინდა ნამდვილად. ავირჩევი yes და ჩვენი ტექსტური დოკუმენტი შეიცვალა HTML-ის ფაილით. იდეაში ყველა სხვადასხვა აიკონი ექნება. ძირითად შემთხვევაში რომელი ბრაუზერიც გაქვს ძირითად ბრაუზერად დაყენებული, იმ ბრაუზერის აიკონი იქნება აქ. ანუ უბრალოდ ფაილს შევუცვლით სახელს და დააწერთ index.html-ს. კარგი. ამ ფოლდერს ეხლა მე დავხურავ, ყველამ გავაკეთეთ? ვინმე ხომ არ დარჩა ისე რომ არა მე არ გამიკეთებია. ხო, ნიკოლოზ შეუცვალე სახელი თუ არა? არა, შევიცვლი. ანუ ვერა, ანუ ამ იმაზე ვარ მარჯვენა ღილაკს უნდა დავაჭირო, ხო? ხო, მარჯვენა ღილაკს დააჭირე და აი აქ ესეთი ნიშანი იქნება rename-ის. rename ვიცე? ხო. ნახე? შემდეგ rename და აქ რა დავაწერო? text document-ის მაგივრად ესა. index.html. index და მარჯვენა მხარეს HTML-ი? ხო, ოღონდ წერტილიც გააკეთე, ანუ სარიელი გამოტოვება და რაღაც არ დაუწერო. პირდაპირ index.html. იცით ჩატში დავწერ და შეგიძლია დააკოპირო და ანუ და შეკითხვაზე yes იმიცი, ხო? კი. დაეთანხმე. ან სხვანაირი ლოგო გააკეთა ჩემთან. კი. ყველასთან დოქთან ერთნაირი იქნება, დოქთან სხვანაირი გააჩნია რომელი ბრაუზერი გაქვთ ძირითად ბრაუზერად დაყენებული. საგემ ახლა Yandex ბრაუზერი მაქვს და იმას ვხმარობ და ზოგადად მეხუმრებიან ხოლმე რომ აი ვირუს რო ჩაიწერო ისეთი ბრაუზერი გაქვთ გადმოწერილიო, მაგრამ რეალურად ეს ბრაუზერი მე იმიტომ მაქვს რომ სხვადასხვა ენაზე მუშაობისას ჩვეულებრივად შემიძლია რომ გადავიდე მე ძალიან ხშირად ხოლმე ენებს და რატომღაც მე კომფორტული. კაი.
ეხლა იდეაში ეს ფოლდერი გავაკეთეთ, გავამზადეთ index.html-ის ფაილი, ფოლდერს გავთ შევდროებით, ეხლა ამ ფოლდერში ინახება ჩემი index.html-ის ფაილი. რას გავაკეთეთ? Visual Studio კოდი იდეაში გახსნილი მაქვს. და მოდი ახლა გავხსნი, რომ მისალმების ფანჯარა დამახვედროს იდეაში. რაღაც welcome ფანჯარა არის, ეს შეგვიძლია დავხუროთ, იქ დავაჭიროთ. და ცარიელი Visual Studio კოდი მივიღეთ. შეიძლება ზოგთან ეს მხარეც გახსნილი იყოს. ანუ აქ Explorer-ს რო დავაჭერთ, აქ ზოგადად ფოლდერებს გვიჩვენებს, მაგრამ ჯერჯერობით თუ გინდათ დახურეთ, თუ გინდათ გახსნილი გქონდეთ თქვენზე არ დამოკიდებული. და ეხლა მე ამ ფოლდერს ჩვეულებრივად ნახეთ, მოვკიდებ ხელს. ავიღებ და ნახეთ, ჩავაგდებ Visual Studio კოდში. ისევ მისალმების ფანჯარა სამომიგდებს welcome რაღაცა შემიძლია დავხურო. ეს არაფერში არ გვჭირდება. და ეს ხელმარცხნივ Explorer-ი ანუ ამ ჩამოყოლებაზე იქნება ესეთი რაღაც, როგორც არის Explorer-ი. ბოტიში ერთი წუთი შეგაწყვეტინებთ. აი, ჩემთან ამ Visual Studio სხვანაირი ის აქვს ინტერფეისი. აი, მასე არ მიგდებს ცარიელი, მას შიგნით წერია, ნუ get started with VS Code და choose your theme და რაღაცები მიწერია. გავაზია რა? ხო, აბა მანახე. იდეაში ჩვეულებრივი მისალმების სკრინი უნდა იყოს, მაგრამ აი ნახოთ. მე გამოჩნდა? ხო, ეგ არ არის პრობლემა, მისალმების აი welcome რომელიც არის, შეგიძლია გათიშო ზემოთ. მარცხენა კუთხეში თუ დაინახო მარცხენა. ეს? არა, მარცხენა. არა, მაგას თუ აჭერ გამრავლდება. იდეაში იცი რა გაკეთე, ფაილს დააჭერე მანდ. ფაილს. დააჭერე და new window უნდა ერჩიო მანდ მესამე. ის მეორე გათიშე? ხო, მეორე გათიშე. ძველი რომელიც იყო. და ეხლა შეგიძლია აქ ჩააგდო ეგ ფოლდერი. ეგ welcome-ი რომ დახურო, შეხედე რა უნდა გააკეთო. აი X-ი არა მარცხნივ გადადია აი ფაილის მხარეს. არა, მაგას ნუ აჭერ. welcome-თან X ხო ხედავ? მოდი იცი როგორ გავაკეთე. ეხლა მე take control-ს ავიღებ. ანუ მოვითხოვ კონტროლის გადმოცემას და შენ დაადასტურე. აი. მოგივიდა დადასტურება? კი. დაეთანხმე? კი. ხო, ეხლა მე შემიძლია Visual კოდში შემოვიდე აქედან. ხო. გავხსნი, ნახე აი აქ. X დააჭერ და დახურავ ჩვეულებრივად ამ ფანჯრებს. ასე. Desktop-ზე გადმოვიდეთ, მოდი ერთ წამოვიმე. მე გათხოვედი. ჩაკეცვა აქ საიდან, აი ხო, ჩანდა კარგად. ხო. და ნახე, აი მე ამას გამოვწევ ხა Visual Studio-ს ფოლდერი სად არის? ხო. აი შეხედე. ფოლდერს ხო ხედავ? მოვკიდებ ხელს, ან დავაწყაპებ, არა უშვებ მაუსს, ამოვიღებ და ჩავაგდებ აქ. ეხლა აი აქ, ხო, ჩემთან ეს არ არის, იმიტომ რა თქმა უნდა დათანხმებული. ნახეთ, ენდობი თუ არა ავტორსო, ანუ ვინც ფოლდერი ჩააგდო იმ ადამიანსო, რა თქმა უნდა, აქ ყველა ვინც ჩავაგდებთ, მოვნიშნავთ აქ checkbox და დავაჭერთ ეს აი trust-ზე ავტორს. დავაჭერთ ეს. ხო. ეხლა კიდევ მოსალმების ეკრანი, შეგვიძლია ეს welcome გამორთოთ აქ X-ის საშუალებით. ხო. და index.html-ის ფაილი გვაქვს მარცხნივ ამას, ხო? მე განახებთ. გავაზიარე ახლა ეკრანი შემიძლია იდეაში მთლიან ეკრანზე გავშალო ეს ფანჯარა Visual Studio კოდის. მეც ვერ გავაკეთე და მეც რო გავაზიარო ეკრანი. კი ბატონო, არ არის პრობლემა.
აუ მარტო ამ დაფას ხსნის. შეგიძლია დასკრინო, შერს რო აჭერ რა ვარიანტებს გაძლევს. ბრაუდრო ეკრანს ფოტო გადაუყვან რამე და ჩატში რო ჩააგდოთ თუ არის შესაძლებელი. და კითხვის სწორად როგორ უნდა გააკეთო იდეაში ეგ. სკრინზე აი აქ შევისო და აჭერ. აი სკრინი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში. ჩვენ სავარაუდოდ ეს Microsoft Whiteboard-ი ერჩია. აქ თვითონ ეს უბრალოდ კი არა ჩვენებს ეს შეგვიძლია ჩვენ ავირჩიოთ. დავაჭიროთ აქ და ჩვეულებრივად მოვნიშნავთ სკრინს. ხო, ეგ გაზიარდათ. კი, ჩანს. შეგიძლია ბრაუზერი ჩაკეცო. კარგად გამოჩნდეს ყველაფერი. ხო. პირველ რიგში ფაილს დააჭირე, იმიტომ რომ აქ რაღაცები გახსნილი არის. ფაილს დააჭირე. და მესამე იქნება new window. ეგ აიხსნა. ეგ ძველი Visual Studio კოდი შეგიძლია დახურო, გათიშო. და ბრაუზერი ჩაკეცე ორი წამით რომ დესკტოპზე მყოფი ფოლდერი ჩავაგდოთ ახლა Visual Studio კოდში. ხო, new folder 2 გაქვს, ხო, როგორც სადაც index.html-ის ფაილი იმყოფება. იდე უბრალოდ ხელი და ჩააგდე Visual Studio კოდში. და შეგიძლია ეს welcome პანჯარა დახურო. აი. ეხლა ისე გავაზიარებ მე. და გავაბრძოლოთ. აი. მოდი ეხლა აი აქ მარცხნივ ყველას გაგვიხსნა ეს პანჯარა, სადაც გვაქვს index.html-ის ფაილი. გავხსნათ ეს index.html-ის ფაილი და პირველ რიგში ჩვენ სანამ დავიწყებთ წერას, მე მინდა განახოთ, რომ შეგიძლიათ მოვიგოთ თქვენ ზომაზე, როგორც გეკონფიგურებათ, Control-ს დავაჭერ, Control-ზე მეჭირება და პლუს თუ დავაჭერ, მიახლოვდება Visual Studio კოდი, მინუს თუ დავაჭერ, რა თქმა უნდა, უკან გამა. Control-ზე მიჭერია და პლუსი და მინუსი. ხო ეს რო მოერგოთ ვიზუალურად როგორ გიჩვენებთ. მე ცოტა შედარებით მოახლოებული მექნება, იმიტომ რომ თქვენთანაც კარგად გამოჩნდეს. იდეაში HTML-ს აქვს თავისი ჩონჩხი, სადაც იწერება ყველა ტეგები, ასე ვთქვათ. უბრალოდ HTML-ი შედგება ტეგებისგან და ატრიბუტებისგან. რა არის ტეგი? ტეგი HTML-ში არის ესეთი სემანტიკური, ასე ვთქვათ, თვისება არის ის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც კონკრეტული დეტალი გამოვიდაოთ. მაგალითად, პარაგრაფი შეიძლება ის იყოს ფოტო, შეიძლება ის იყოს რამე ბლოკი, რამე ცალკე სივრცე ან ძალიან ბევრი სხვადასხვა რამ. შეიძლება იყოს link ტეგი, ანუ ტეგი, რომელშიც რაღაც საიტის მისამარჩევი ყვანთ, ანუ ტექსტის სახით იქნება მოცემული და ამ ტექსტზე ღილაკის დაჭერისას გადავალთ ახალ საიტზე. ერთი წამი მჭირდება, მე ისევე რომ ლექციის მეორე ნაწილი მოვნიშნო. შესვენებას ვაკეთებთ ამ ინტერვალში, ზოგადად გვაქვს 10 წუთიანი შესვენება, მაგრამ თუ გინდათ დღეს მაგალითად არ გავაკეთოთ შესვენება და გავაგრძელოთ მივუყვეთ პირდაპირ. მივუყვეთ ხო მას ჯობია. კი, მივუყვეთ. ეს მაინც და მაინც არ დავიღალეთ სავარაუდოდ. ისეთი შეიძლება გავაკეთებია და
index HTML გავხსენით და მოდი ჯერჯერობით სანამ ამ HTML-ის ჩონჩს განახებთ, ნახოთ როგორი წერება ტეგები. და ზოგადად განვიხილოთ როგორი სახის ტეგები არსებობს. ტეგები იდეაში მე ტეგს ვეძახი, მაგრამ რეალურად იწერება tag. ტეგი ესე ტეგი როგორც კომფორტულად ის დავწერთ. ტეგი უფრო ქართულად. და ის ხო. როგორ გავხსნათ ახლა ტეგი? პირველ რიგში ამისთვის დაგვჭირდება მეტობის და ნაკლებობის ნიშანი. ან მეტობის და ნაკლებობის ნიშანს დავწერე, აი ახლა შეხედეთ. მეტობის და ნაკლებობის ნიშანი ჩავწერე და ამათ შუაში, ამ მეტობის და ნაკლებობის შუაში, იდეაში თუ დააკვირდებით HTML-ის ზოგადად ნიშანიც მოინიშნება ესე როგორც მეტობის და ნაკლებობის ნიშანი. და ამ მეტობის და ნაკლებობის ნიშანში უნდა ჩავწეროთ იმ ტეგის სახელი, რომელიც ტეგიც გვინდა ჩვენ რომ გამოვიყენოთ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ P. მე ამ გამხსნას დამხურავ. მოდი, მეტობის და ნაკლებობის ნიშანს მოვიხსენიებ როგორც ფრჩხილებს. რეალურად მეტობის და ნაკლებობის ნიშანი ფრჩხილებთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ რატომღაც მიჩვეულია, რომ აი ამ იმებს ვეძახი ფრჩხილებს. ხო. ფრჩხილებში ჩავსვავ ამ P-ს, რომელსაც ქვია შემოკლებით პარაგრაფი, უბრალოდ, რომელიც არის პარაგრაფის ტეგია და როგორც უკვე ვიწერან, ტეგები არსებობს ორი ტიპის. ერთი ტიპის ტეგი არის, როგორიც არის, მაგალითად, ტეგი, რომელიც გაიხსნება და შემდეგ საჭიროა რომ დავხუროთ. ანუ როგორც ხედავთ თქვენ ახლა, ეს პარაგრაფი გავხსენით, მაგრამ აუცილებელია რომ ეს ტეგი დავხუროთ. ამისთვის ისევე დავწერ მეტობა ნაკლებობის ნიშანს და აქ დავწერ slash-ს. იდეაში slash-ი როგორც დავწერე, Visual Studio Code-ში ერთ-ერთი გაფართოება, ამ გაფართოებაზე MX-ზე ცოტა ხანში ვისაუბრებ, მაგრამ ჯერჯერობით slash იმას გეტყვით, რომ slash-ი როგორც კი დავწერე, მიხვდა რომ ეს P ტეგი, როდესაც მე გავხსენი, შესაბამისად, ამის დახურვა მინდოდა, ამიტომაც ეს P ავტომატურად დამიწერა. ეს არის ესეთი ტეგი, რომელსაც ჭირდება დამხურავი ტეგი. ანუ მე გავხსენი ტეგი და დავხურე ტეგი. ეხლა დააკვირდით, რომ აი ამ გამხსნელსა და დამხურავ ტეგში ჩვენ უნდა ჩავწეროთ რამე ნებისმიერი ტექსტი. მაგალითად, გამარჯობა, მე ვარ ზაზა. დავწერე მე აქ გამარჯობა, მე ვარ ზაზა და ეხლა მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მე ჩავკეცავ Visual Studio Code-ს. ავსვი folder-ს, სადაც ჩვენი index.html იმყოფება და გავხსნი ბრაუზერს. აი ნახეთ, თვითონ აი ეს ჩვენი index.html-ის folder-ი გავხსენე ორჯერ დავაჭირე და გაგვიხსნა ესეთი პანჯერი. თუ დააკვირდებით, გამარჯობა, მე ვარ ზაზა, გამოიტანა ბრაუზერში. ისევე გადმოვალ Visual Studio Code-ში და შევქმნი კიდევ ერთ პარაგრაფს. ანუ გამხსნელი და დამხურავი. მეტობის და ნაკლებობის ნიშანი. ისევე მეტობის და ნაკლებობის ნიშანი და შუაში slash. და აქაც შეგვიძლია რამე ტექსტი დავწეროთ. რამე ტექსტი. ხო. შეგვიძლია ისევე გადმოვიდეთ ახლა ჩვენ ბრაუზერში. გავხსნით ისევე ბრაუზერს. დავარეფრეშებ. და დარეფრეშების შემდეგ გამოგვივიდა ნახეთ რამე ტექსტი. მოდი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. შევქმნი მაგალითად ისევე P text, მაგრამ ეხლა ერთად კი აღარ დავწერ და მე შუაში კი აღარ ჩავწერ slash-ს. ეხლა ნახეთ, დავწერე მეტობის ნიშანი, დავწერე slash-ი
და აქაც ავტომატურად დამიწერა Visual Studio კოდმა ეს P და დამხურავი ფრჩხილი. სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ მე ვარ პარაგრაფი. პირობთ. გადმოვალ ისევე ბრაუზერში. დავარეფრეშებ ისევე ჩვენ საიტს. და ხედავთ, რომ მივიღეთ მე ვარ პარაგრაფი. ტეგი, ანუ როგორც განვიხილეთ, არის პარაგრაფი და გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული ტექსტი შემოვიტანოთ ჩვენ საიტზე. პარაგრაფი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტეგი არის, რადგან როგორც ვიცით, საიტზე ბევრი ტექსტია და თითქმის ყველგან არის საჭირო პარაგრაფი. ხო, ეს ერთ-ერთი ტეგი. ეხლა ეს რაც ჩვენ გავაკეთეთ, გაიმეორეთ ყველა ბოლობისას რამე პრობლემა ხომ არ შეგიძლია? არა, მე ბოლომდე არ გამიკეთები, ანუ ის მეც ბოლომდე არ გამიკეთები. მე გავაკეთე. ე ბატონო, მივყვეთ მაშინ თანმიმდევრობით, ეხლა ვისაც პრობლემა აქვს და ნელა გამოვასწოროთ. ანუ პირველი ის დავწერე, აი მე გამარჯობა მგპ, მე ნაკლებობის დამეტობის ნიშანი გამარჯობა მე ვარ და ნაკლებობის ნიშანი სლეში და პ ისე ნაკლებობის ნიშანი. მეტობის და ნაკლებობის ნიშანი და მე იქით როგორ უნდა გადავიდე, აი იმაზე ეგ ვერ გავიგე. მეც მანდ არ გაჩვენე. ხო, ეხლა ახეთ ეგან ჩვენ ხო შევქმნით ფოლდერი. დესკტოპზე ყველამ გავაკეთეთ ფოლდერი. აი ეს მე ინტრო დავარქვი მაგალითად. მე რა ვიცი, შეიძლება ხოსყელი. ხო. სადაც რომ გავხსნათ. გავაგენერეთ აი ეს index.html-ის ფაილი, ხო? ეს index.html-ი სადაც გავაკეთეთ. ხო. ეს ტექსტური დოკუმენტი სადაც. უბრალოდ აი ეს ტექსტური დოკუმენტი, წარსულში ტექსტური დოკუმენტი, რომელიც უკვე index.html-ის ფაილია, შეგვიძლია გავხსნათ. ანუ ორჯერ დავაჭერ და გამეხსნება უკვე ბრაუზერში ხალხე ფანჯარა, სადაც გვექნება მოცემული უკვე ჩვენი. გამიხსნა და ეს ტექსტი არ წერი ჩემთან. ტექსტი არ წერია, ხო? კაი, მოდი მაშინ შენ გააზიარე ისევ ეკრანი და აქედან ნახოთ რა შეაბრუნო. ალბათ შენახვა უნდა თვითონ Visual Studio-ში. გამოჩნდა? კი, ეკრანი ჩანს. მოდი ახლა შენ Visual Studio კოდი გახსენი. ხო, უი. ბოდიში ეგ ჩემი ბრალია ახლა, იმიტომ რომ შეჩვეული ვარ უკვე ნახევარი წელია ეს ვაკეთებ. ანუ ნახეთ, Ctrl S უნდა დააჭიროთ, Ctrl S უნდა დააჭიროთ იმისთვის, რომ შეინახოთ ფაილი. მე ავტოსეივი მაქვს ჩართული, მაგასაც განახეთ. ნახე, ანუ არა, Visual Studio კოდზე უნდა დააჭიროთ Ctrl S, ანუ თვითონ ეს პანჯარა ხო გახსნილი გექნება და დააჭერ Ctrl S, ხო? აი აქ თეთრი მრგვალი რაც იყო index.html-თან, ეს როდესაც იქ-სად გადაიქცევა, ესე იგი დასევებული. ავტოსეივის ჩართვასაც განახებთ, ანუ აბა ეხლა გახსენი ბრაუზერი. კი, გამოვიდა. კი, გამოვიდა. და შემდეგ ახლა აღარ დაგჭირდება, უბრალოდ გვერდი დაარეფრეშე, როდესაც რამეს შეცვლა. კარგი. სხვებთანაც სავარაუდოდ ეგ პრობლემა იქნება. თქვენც ანუ აი აქ ეხლა მე განახებთ ჩემთან, ჩემ მაგალითზე. მე მაგალითად ეხლა მეგობრებო, მე მაქვს ჩართული აი აქ ფაილში ავტოსეივი, მოდი დროებით გამოვთავ ამას და აი განახებთ რა განსხვავება არის. უბრალოდ მე რამდენი ხანია ეს სულ დავიწყებული მაქვს, რომ უნდა დაასეივო. ხო. აი მაგალითად დავწერ 1 2 3 ხედავთ, აი აქ ეს გაათეთრდა ეს x-ი რაც იყო, თეთრ წრედ გარდაიქცა, რაც გვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ფაილი არის დასასევებული.
შეგვიძლია რამდენიმე ვარიანტიდან გამომდინარე ვიმუშაოთ, მაგალითად, ყოველ ჯერზე Ctrl+S დავაჭიროთ და დავასეივოთ ჩვენი ფაილი, ან აი აქ ამ სამ წერტილს დავაჭიროთ, ან თქვენთან სხვანაირად მოიცა ფაილის ამწავით. ხო, ნუ თქვენთან აი აქ ფაილი ეწერება, სავარაუდოდ ეხლა ჩემთან შეიცვალა მდგომარეობა. ხო, ანუ აქ ზემოთ მე არაფერი არ მაქვს, ანუ გვერდიდან მაქვს ეს ფაილი. დავაჭერ ფაილს. დავაჭერთ ფაილს, მოვნიშნოთ უბრალოდ ფაილს. ქვემოთ ჩამოვსკროლოთ ცოტა, აქ new file, new window, რაღაცა და ქვემოთ share-ის, ქვემოთ და preferences ზემოთ იქნება auto save. ამ auto save-ს, როდესაც მოვნიშნავთ, ყოველ ჯერზე დასევება აღარ დაგჭირდება. ანუ თქვენთან ეს ფაილი პირდაპირ აქ ეწერება. ჩემთან უბრალოდ აქეთ მაქვს გადმოყვანილი და შეაჩვენებს. ანუ მოვნიშნავთ აი აქ auto save და როდესაც მონიშნული გექნებათ, ანუ ავტომატურად მოხდება დასეივება ყველაფერს, ანუ შენახვა. წევან აივინებიც ამბობდნენ, რომ პრობლემა იყო თუ გამოასწორეთ. აქედან გამომდინარე, ამაში ხო არ იყო პრობლემა. ნუ სავარაუდოდ ამაში იქნებოდა. კიდეანა ანუ ის დაწერილი მაქვს ჩვეულებრივად და ეს ფოლდერი როგორ გავხსნა? საიდან? ხო, უყურე. წეღან ტექსტური დოკუმენტი სადაც გახსენი, ის ფოლდერი ნახე. გახსოვს რომელ ფოლდერში შექმნა? ერთ წამით ეკრანს გავაზიარებ. გაზიარება. გაზიარდა? კი. ჩანს? დესკტოპზე გადადი. რაღაც უცნაურად ჩანს რა, თუ ჩემთან ჩანს. ჩაკეცა ერთ წამი ბრაუზერი. ბრაუზერი ჩაკეცილი გქონდა წევან თუ? ჩავკეცე. ეხლა ჩაკეცილი გაქვს? ხო. ჩემთან Teams-ის ჩანს მარტო. შენ სკრინი არ აირჩიე? ანუ, ხო, ეგა. ისევე ახიდან გააზიარე და აირჩიე screen, window არ აირჩიე. არა, ეს whiteboard-ია. გაზიარდა? კი. ჩაკეცე ბრაუზერი. ხო. ოკეი, ეს მონიშნო. new folder-ი გახსენი. index.html-ს ორჯერ დააკლიკე. და აირჩიე ბრაუზერი, რომელიც გინდა რომ always-იც მიეცი ბარემ. მონიშნე მაგალითად Google Chrome და always დააჭირე. აი კი. ეხლა უკვე ჩვეულებრივად, როდესაც რამეს დაწერ Visual Studio Code-ში, უბრალოდ ბრაუზერს და გვერდს დაარეფრეშებ. დარესტარტებ Relax დააჭერ და ჩვეულებრივად განახდება ბრაუზერს ჩვენ დაწერილი კოდი. დიახ, მადლობა. არაფერს. გავაზიარებ მე ისევე ახლა. აი, სხვებთან რამ პრობლემა ხო არ გაქვთ?
მე ის დამაინტერესა უბრალოდ რომ ანუ ლათინური შრიფტით რო შევცვალე ეს მიჩვენა და ქართული შრიფტით რო არ მიჩვენებს. ხო. მაგაზე იდეაში ჩვენ გვაქვს სპეციალური მეტა ტეგი არის ჯერჯერობით ინგლისურად აწერეთ. წაით განახებთ. რომელშიც ჩარსეთ UTF-8-ს ვიყენებთ. ამის დაზაპირება თქვენ არ მოგიწევთ, ანუ განახებთ ეს უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვეხმარება, რომ ეს ტექსტი გამოვიტანოთ კორექტულად ნებისმიერ ენაზე. ჯერჯერობით ეს არ გჭირდება. ჯერჯერობით ინგლისურად აწერეთ და გაგასწორებთ. ანუ ეგ ფორმატია, ეგ თვითონ ის ტეგი. ეს ტეგი არის უბრალოდ პარაგრაფისთვის რამე ტექსტის გამოსატანი ტეგი არის, ანუ ჩვეულებრივი ტექსტი რომ გამოიტანო. შენ რა კითხვა და მგონი რაღაც სიტყვა ვერ გავიგე. ანუ ეს UTF-ი, ანუ რა ფორმატია ხო? ხო. ხო, ანუ ეს არის ქართულად ამოვსა, ანკოდისტვის. ანუ ასე ვთქვათ, რომ გაშიფროს, ხო, რომ გაშიფროს ყველა ენა. იდეაში მოდი ახლა იცით რა განვიხილოთ, იდეაში პარაგრაფი ვნახეთ და ეხლა განახებთ მე კიდევ ერთ ტექსტის გამოსატან საშუალებას, იმის რომ ტექსტი გამოვიტანოთ, მეორე ტეგი, როგორც არის სპანი. ანუ გავხსნი ფრჩხილს, დავწერ სპანს და დავხურა. და ნახეთ, დამხურავიც ამ შემთხვევაში ავტომატურად შეიქმნა. ანუ კიდევ ერთხელ დავწერ მაგალითად SPAN დავწერ ნაკლებობის ნიშანს და დამხურავი ტეგი ავტომატურად შეიქმნა. მოდი ეს მეორე სპანი ჯერ არ გვჭირდება. და პირველ სპანში, ანუ ნახეთ, ეს ხომ არის გამხსნელი. და ამას დავხურავ ექსპლორერს. და უფრო მივახურე. ხო. ეს სპანი რაც აქ წერია ამ ფრჩხილებში და სპან, ეს არის გამხსნელი ტეგი. ეს მეორე არის დამხურავი. ანუ ამ გამხსნელსა და დამხურავს შორის ჩვენ უნდა ჩავწეროთ ტექსტი. და ანუ იმასაც დააკურთხოთ, რომ თითქოს ისრებით გვაჩვენებს, რომ აი აქ უნდა დაიწეროსო. და აქ შეგვიძლია ჩავწეროთ ახლა ისეთ რაღაც მაგალითად მე ვარ სპანი. ხო. იდეაში ანალოგიურად, როგორც პარაგრაფის მოვალეობა, რომ რამე ტექსტი გამოგვიტანოს საიტზე, ასევე ანალოგიური მოვალეობა აქვს სპანს, მაგრამ ერთი პატარა განსხვავებით. მოდი ჯერჯერობით ვიზუალურად შევხედოთ, თუ აქვს რამე განსხვავება. რეალურად ვიზუალურად განსხვავებას ვერ დავინახავთ. დავარეფრეშებ ახლა გვერდს და ვნახოთ. გამარჯობა, მე ვარ ზაზა, რამე ტექსტი, ასე ვთქვათ, მე ვარ პარაგრაფი. ნუ მოდი იცი როგორ გავაკეთოთ. გამარჯობა, მე ვარ ზაზას და რამე ტექსტს მე წავშლინ და დავტოვოთ მარტო მე ვარ პარაგრაფი და დავწერ უბრალოდ ერთს. და აქ მე ვარ სპანი და დავწერ ერთს. ანუ რომ ვიცოდეთ, რომ ეს პირველი პარაგრაფია და ეს პირველი სპანი. რომ გავარჩიოთ. მოდი დავბრუნდეთ ისევე ბრაუზერში. დაგეოდებით რამდენიმე წამი ეს რო გადაწეროთ თქვენ. და ის ხომ ნიშნე? ხო, ოკეი, ნიშნული მაქვს. გაგოშით ანდრია, აქ თარ არის ნიშნული. ხო. დავარეფრეშებ გვერდს. მე ვარ პარაგრაფი 1 და მე ვარ სპანი 1. თუ დააკვირდებით რეალურად არანაირი ვიზუალური განსხვავება ამ ორ ელემენტს არ აქვს, ხო? ეს პარაგრაფია, ეს სპანია, მაგრამ ორივე ერთნაირია. მაგრამ რეალურად რა განსხვავება ამ ორ ელემენტს შორის? ორივე ერთ მოვალეობას ემსახურება, რომ რამე ტექსტი გამოვიტანოთ, მაგრამ მე მაგალითად შევქმნი პარაგრაფის ქვემოთ, აი აქ. ანუ enter-ის საშუალებით ჩამოვედი ახალ ხაზზე.
აქ შემიძლია შევქნა კიდევ ერთი პარაგრაფი. Ας დავწერო, მაგალითად მე ვარ პარაგრაფი 2. და სპანის ქვემოთ შევქნათ კიდევ ერთი სპანი. სადაც ჩავწერთ ახლა რომ მე ვარ სპანი 2. და ახლა ვნახოთ რა განსხვავება რეალურად ამ ორ ელემენტს შორის. გადმოვალ მე ისევ ბრაუზერში. დავარეფრეშებ საიტს. და ნახეთ რა მოხდა. მე ვარ პარაგრაფი 1, მე ვარ პარაგრაფი 2. ანუ ეს პარაგრაფი ცალკე ხაზია, ეს პარაგრაფი ცალკე ხაზია, მაგრამ მე ვარ სპანი 1 და მე ვარ სპანი 2. ეს ორივე დადგა ერთ ხაზზე. და რეალურად რატომ მოხდა ეს? ჩვენ HTML-ში, HTML ტეგებს აქვს ესეთი დისპლეიები. ასე ვთქვათ, რომლებიც არსებობს რამდენიმე სახის. არსებობს ბლოკური ტეგები და არსებობენ inline ტეგები. რას ნიშნავს ახლა ბლოკური და inline ტეგი? ბლოკურია ტეგი, რომელიც იკავებს მთლიანი ეკრანის სიგანეს. მაგალითად, ეს პარაგრაფი იკავებს მთლიანი ეკრანის სიგანეს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე პარაგრაფი აი აქ ვეღარ დადგება. იმიტომ რომ რეალურად აი ამ პირველმა პარაგრაფმა მთლიანი სიგანე დაიკავა. მეორე პარაგრაფმაც ანალოგიურად მთლიანი ეკრანის სიგანე დაიკავა. და ამიტომაც პირველ პარაგრაფს გვერდით ვერ მივიდა. მაგრამ სპანი არის ისეთი ტეგი, რომელიც არის inline. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სპანი იკავებს იმ ხელა ადგილს, რაც მას სჭირდება. მხოლოდ იმ ადგილს. რეალურად სპანის ადგილი არის ზუსტად აი ეს სივრცე, რაც მე მოვნიშნე ახლა, ეს ლურჯი სივრცე. მეტ სივრცეს არ იკავებს სპანი. პარაგრაფი იკავებს, ნუ ახლა პარაგრაფს ესე მოინიშნა, მაგრამ რეალურად მთლიანი ეკრანის სიგანეს იკავებს. მეორე სპანი შესაბამისად ამ ადგილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ამ ორმა სპანმა შეძლო და დადგა გვერდიგვერდ. ახლა იდეაში მე განახებთ ეს რაღაც. დავაჭერ მარჯვენა ღილაკს, ანუ თვითონ ბრაუზერში ვიმყოფები და დავაჭერ მარჯვენა ღილაკს და სულ ქვემოთ ხედავთ ეწერება inspect element. შეიძლება სულ ქვემოთ არ იყოს, ბოლოს წინა იყოს თქვენთან, მაგრამ ეწერება inspect element. დავაჭერ ამ inspect element, შეგიძლიათ ჯერჯერობით თქვენ ეს არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არ არის ჯერჯერობით. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით პირველ ლექციაზე უბრალოდ ვიზუალურად განახთ ამას. inspect elements გავხსნით. ნუ ეს შეგვიძლია ვნახოთ, რომ სად იმყოფება და რა იმყოფება აქ. ჩვენ ხედავთ ჩვენ პარაგრაფებს და ჩვენ სპანებს, მაგრამ მე რომ აი აქ პარაგრაფთან მივიტანო მაუსი, შეხედეთ მარჯვნივ ხედავთ, მარცხნივ უბრალოდ ბოდიში. ლურჯ სივრცეს. მოდი მე ახლა ესეთი ინსტრუმენტს ავირჩევ აი აქ ფაქტ კუთხეში, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მაუსს მიტანით, ნახოთ რას რამხელა სივრცეა. ეს არის პარაგრაფის სივრცე, შეხედეთ ეს ლურჯი ცისფერი ეკრანზე არის ჩვენი პარაგრაფის სივრცე, რამხელა სივრცეს იკავებს. ზემოთ და ქვემოთ კრემისფერი რაღაცაები რომ არის, ეგ მერჯინებია, ამას მომავალში განვიხილავთ, ჯერჯერობით მერჯინებს არ შევეხებით. ეს არის მერჯინები, ან დაშორებები, ასე ვთქვათ, სერიალი სივრცე. ამას განვიხილავთ დეტალურად. საზღვრები ხო? არა, უფრო, ანუ იცი როგორი რაღაც არის სპეციალური სერიალის სივრცე იქნება, იმისთვის რომ სხვა ელემენტთან შეიქმნას რაღაც დაშორება.
ანუ ეხლა მიწებებული რო არ იყოს ეს ორი ელემენტი ერთმანეთზე. აი ეს კრემისფერის სივრცეები აშორებენ ერთმანეთს. მასაგები. და მოდი ეხლა ვნახოთ სპანი. სპანთან მივიდან მაუს და ეს ცისფერი, რასაც ხედავთ თქვენ, ეს არის ის სივრცე, რასაც იკავებს სპანი. ხედავთ? მხოლოდ იმ ადგილს იკავებს, რამდენიც სჭირდება რომ დაიწევოს. მე მაგალითად ეხლა რომ გადმოვიდე, აქ ერთიანებს დავუმატებ, პირობითად, დავარეფრეშებ საიტს და მოდი ახლა მივიტანოთ მაუსი. ეხლა რა თქმა უნდა, უფრო მეტ ადგილს იკავებს ეს პირველი სპანი. რადგან მას სჭირდება უფრო მეტი ადგილი, რადგან ეს ტექსტით გაიზარდა, ხო, ლოგიკურია. ანუ სპანი იკავებს მხოლოდ იმ ადგილს, რაც სჭირდება პარაგრაფი იკავებს მთლიანი ეკრანის სიგრძეს. ამ ორ ელემენტს შორის მხოლოდ აი ეს განსხვავება. დანარჩენი იდეაში შეგვიძლია რომ ცოტა დაწვრილებით განვიხილოთ, შემდეგ ამ ბლოკურ და inline ელემენტებს შორის განსხვავება. ან პარაგრაფი არის ბლოკური, წარმოიდგინეთ, რომელიც იკავებს მთლიანი ეკრანის სიგანეს, სპანი მხოლოდ იმ სივრცეს იკავებს, რაც მას სჭირდება. ხო. კარგი. მოდი გავაგრძელოთ ახლა, გავხსნით ამ პარაგრაფს და სპანს და განვიხილოთ დასათაურების ტეგები. დასათაურების ტეგები არსებობს რამდენიმე. მაგალითად H1, H2, H3, H4, H5 და H6. სულ 6 სახის H-ში დასათაურების ტეგი არსებობს. რას ნიშნავს H1, H2 და ასე შემდეგ. მოდი მე ახლა გავხსნი ფრჩხილებს, სადაც ჩავწერ ნახეთ H1-ს. H1 შესაბამისად დავხურავ, ანუ გამხსნელი ტეგი, დამხურავი ტეგი. H1-ის გამხსნელი H1-ის დამხურავ. და ამას დავარქმევ, გამარჯობა. ანუ უბრალოდ მე ვარ დასათაურების ტეგი 1. რას ნიშნავს დასათაურების ტეგი? ნუ, იდეაში ლოგიკურად რომ ვიყვეთ, რაღაც კონკრეტული სათაური თუ იქნება საიტზე, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ H1-ს. აი მაგალითად, ჩვენ ახლა გამოვიყენებთ უბრალოდ მე ვარ დასათაურების ტეგი H1 ტეგი დაიმახსოვრეთ და მოდი გავხსნათ ახლა ბრაუზერში და ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი H1. გავხსნი ახლა ბრაუზერს და ვარეფრეშებ საიტს და მოდი ცოტა უკან ანუ მიახლოებული მაქვს უბრალოდ საიტზე ეს. ანუ შემიძლია მივახლოვო და გამოვწევ კონტროლით ეს გეცოდინებათ სავარაუდოდ და უბრალოდ იმიტომ ჩანს ჩემთან ეს ახლოს და თქვენთან შეიძლება უკიდან ჩანდეს, ამიტომაც ეს გაითვალისწინეთ, რომ უბრალოდ მithვალახლოვებ და ვაშორებ. ხო, მოდი შევხედოთ რა განსხვავება არის ახლა H1-ს და პარაგრაფსა და სპანს შორის. პირველ რიგში H1-ის ტექსტის ზომა რა თქმა უნდა, უფრო დიდია პარაგრაფთან და სპანთან შედარებით. და თუ დავაკვირდებით, უფრო მსხვილია ამ ორ ტექსტთან შედარებით. ანუ ზომით და სისქით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იდეაში H1 უფრო გამოიყენება ზოგადად იცი რისთვის. აი მაგალითად, აი აქ დავწერე ნაყინის ყიდვა პირობითად. ხო? H1-ში ჩავწერე ნაყინის ყიდვა პირობითად. მოდი დავარეფრეშებ და საიტზე გვაქვს ესეთი ტეგი H1-ში, რომელსაც საწერია ნაყინის ყიდვა. ვინმე გადავიდა Google-ში და Google-ში ჩაწერა ნაყინის ყიდვა. ჩვენ საიტზე H1-ში მყოფი ტექსტი იქნება Google-ის საძიებო სისტემისთვის პრიორიტეტი. ანუ საიტებზე მოძებნის H1-ებს Google-ი, სადაც წერია ის, რაც ჩაწერა მომხმარებელმა. ანუ მომხმარებელი თუ ჩაწერს ნაყინის ყიდვას, ჩვენ საიტს ამოუგდებს. იქიდან გამომდინარე, რომ H1-ში ვიწერია ჩვენ ნაყინის ყიდვა. მოდი აი რამე კონკრეტული რამე მაღაზია ავიღოთ, აი მაგალითად My Market.
როբთან ამ ნებისმიერი საიტი შეგიძლიათ მითხრათ და დაახლოებით გეტყვით რომელი შეიძლება იყოს H1 ტეგი. მოდი ვნახოთ, აი რა შეიძლება იყოს აქ H1. H1 შეიძლება იყოს ყველაფერი რასაც ეძებ, ეს არ ამგონია, უფრო დიდი ზომით გამოირჩევა ხოლმე. მაგალითად, მოდი მაინც შევამოწმოთ, დავაჭერ inspect elements, ნახეთ. და ყველაფერი რასაც ეძებ. ხო, დააკვირდით H2 ტეგით არის დაწერილი. ანუ H2 H1-ზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექსტისთვის არის. აი აქ რაღაც H1 არის, ოღონდ რატომღაც დამალული არის, მეორად და ახალი ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა. რაღაც დამალული ტეგი არის, რომელიც არის H1-ში ჩაწერილი, აი აქ. მე მგონი სათაურში უზის იქ სახელი. ხო? ხო. ეგრე ჩანსახი. კი. გონი. ეს hidden რო არის, მოდი ამ hidden-ს მოვაშორებ, ხა ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს კლასი რაც აქვს ამას მე სწორედ ვაშორებ და აი ხო, იდეაში ეს რეალურად დამალული იყო. უბრალოდ ნახეთ, ანუ რა გათვლა არის აქ რა. აქ უბრალოდ გამოსული რო არ ყოფილიყო, მე ახლა ისევე გამოვაჩინე აქ დამალული რაც იყო. H1-ის საშუალებით თავს რომ მოეძებნა, მაგრამ აქ ახლა მეორე და ახალი ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, ეს უბრალოდ ეს ტექსტი დამალული იყო. რეალურად H1-ში კი ეწერა ხალხმა რომ Google-ის საშუალებით მოძებნოს, მაგრამ აი რაღაც შეიძლება არ მოეწონა თვითონ ეს ტექსტი, შეიძლება რაღაც ცოტა ისე მეორადი და ახალი ნივთების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა და რაღაც რა ხვდებით. ამიტომაც H1, როგორც უკვე ვთქვი, გამოიყენება ძირითადად Google-ის საძიებო სისტემისთვის. ეს არის სემანტიკური ტეგი, სემანტიკაზეც ვისაუბრებთ და მოდი ახლა გავაგრძელოთ H1 ვნახეთ. მოდი შევქმნათ H2. აქ ავწერე H2. მოდი ამას შევქმნი. მე ვარ დასათაურების ტეგი 1. ახლა მე ამ ტექსტს დავაკოპირებ, Ctrl+C, Ctrl+V ჩავსვავ და დავწერ აქ 2-ს. მოდი H3-ს შევქმნი ანალოგიურად. H3. აქაც შევწეროთ, რომ მე ვარ დასათაურების ტეგი 3. მოდი კიდე შევქმნათ H4. მე ვარ დასათაურების ტეგი 4. მოდი აი ამას ნახეთ, დავაკოპირებ ახლა მე Ctrl+C, ქვემოთ ჩამოვსვავ. და კიდევ ერთხელ და აი ეს ერთ-ერთი ტექსტი შემომტანია, ესე იგი. რა? ეს ერთ-ერთი ტექსტი შემომტანია, ესე იგი, როგორც სპანი დაახლოებით. კი, ესეც ანალოგიურად ტექსტისთვის არის, მაგრამ ძირითადად გამოიყენება სათაურებში. და ანუ H1 არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის გამოსაყენებლად და ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო რა H1 თითო გვერდზე გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. იმიტომ რომ ანუ პირველ რიგში თავიდან Google-მა თავიდან რომ აერიდოს ის რომ მაგალითად H1-ები შექმნას ხალხმა მაგალითად და აი მაგალითად ტელეფონი პირობითად პლანშეტი და ასე შემდეგ აი მაგალითად ონლაინ მაღაზიებმა რომ ესეთი ისინი არ ჩაწერონ და არ არიონ ესე ვთქვათ მნიშვნელობების პრიორიტეტები. ანუ H1 არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი. ანუ თვითონ საიტის შემადგენელი ნაწილია, ასე ვთქვათ. აქ შევცვლი 5 და 6, ანუ H1, H2, H3, H4, H5 და H6. თავისი დამხურავებით. და კი ხო, იმას ვამბობდი, რომ უბრალოდ ერთხელ უნდა დაიწეროს H1 საიტის თითო გვერდზე. შეიძლება სხვა გვერდიც გქონდეს უბრალოდ და იმ გვერდზეც მხოლოდ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ. ამაზე სემანტიკაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ შემდეგში. ახლა მანამდე ახლა მოდი გადმოვიდეთ საიტზე და ვარეფრეშებ გვერდს და შევამოწმოთ. ნახეთ, მე ვარ დასათაურების ტეგი 1, ნახეთ, პირველი ყველაზე დიდია, მეორე შედარებით პატარა, მესამე შედარებით პატარა, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ყველაზე პატარა. ანუ სულ არსებობს 6
დასათაურების ტეგი, ანუ h-ი, რომელიც იშიფრება როგორც h, ანუ heading. მოდი ps მივუწეროთ, რომ ხო, და არსებობს კიდე კომენტარები აქ, ანუ Ctrl// საშუალებით გვექნება ესეთი რაღაც, ან ჩვენ შეგვიძლია ხელით დავწეროთ, სადაც ჩვენ რამეს, როდესაც ჩავწერთ, ჩვენი ჩაწერილი ტექსტი აქ არ გამოვა. აი აქ მე რაც უნდა დავწერო პირობითად არ გამოჩნდება. ეს რომ კომენტარისათვისაა. კი, კომენტარები ქვია ამას. კომენტარებია. ეხლა ეს რო წავუშავ, ნახეთ ეხლა როგორ რა მოხდება. დავარეფრეშებ გვერდს, უიწეღან არ დამირეფრეშები, ხო, ნახეთ. ეს ტექსტი გამოვიდა. მაგრამ მოვნიშნავ, ან შემიძლია მოვნიშნო მთლიანი ტექსტი, დავაჭირო Ctrl// რის შემდეგაც გახდება ეს ტექსტი როგორც მეორე სავშლი, გახდება ეს ტექსტი როგორც კომენტარი. აუ ბოდიში ეს სლეში რას ნიშნავს არ ვიცი. დახრილი ხაზი რო არის. აი shift-ის მარცხნივ უნდა იყოს კლავიატურის. მივხვდი. ხო. კი ბატონო, იმის შემდეგ რაც მე აი ამ კომენტარებში ჩავსვავ დავაკომენტარებ ჩვენს ტექსტს. დავარეფრეშებ საიტს და გაქრება. ანუ არ გამოჩნდება უბრალოდ ბრაუზერში. ეს იმისთვის გამოიყენება, რომ რაღაც მინიშნებები დავტოვოთ, ანუ მაგალითად ეს ადგილი ამისთვის მაქვს, ის ადგილი ამისთვის მაქვს და ასე შემდეგ. მე ახლა იდეაში კომენტარებს გამოვიყენებ ხოლმე თქვენთვის, იმისთვის რომ მაგალითად პარაგრაფი. აქ დავწერ მაგალითად h ანუ e-ადი. Ctrl// თუ არ დავწერთ, მაშინ რატო გამოდის ეკრანზე? პირდაპირ ვწერთ. ხო, იდეაში ამას საღირფავს როგორც ჩვეულებრივად ტექსტი, იმიტომ რომ Visual Studio Code, ერთი რაღაც, იდეაში ამაზე კი ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად რა, ეხლა ჩვენ Visual Studio Code-ში და აი ამ რეალურად ამ index.html-ში წერთ, ამ ჩვეულებრივი, ტერმინალი არ გვინდა. ჩვეულებრივი ტექსტური დოკუმენტია, წერა რომელიც შევქმნით. და აი აქ მაგალითად შეგვიძლია ნებისმიერი რამე ტექსტი დავწეროთ ჩვენ. ცოტა აქ ხო შეგვიძლია რამე პირობითად ტექსტი დავწეროთ და ეს ტექსტი გამოვიყენოთ. უბრალოდ გაფართოება HTML-ის საშუალებით, სად არის? ჩვენი ფაილი HTML გაფართოების და Visual Studio Code-ის საშუალებით ჩვენ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, გამარტივებულად და თან გაფერადებულად ვაკეთებთ. ან სხვადასხვა ფერია და სხვადასხვა ხერხია იმისთვის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შევქმნათ საიტი. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არის მსგავსი ტექსტური დოკუმენტი, სადაც მაგალითად ნებისმიერი ჩაწერილი ტექსტი შეიძლება გამოვიდეს. ეხლა მე ტექსტურ დოკუმენტში ჩავწერე ესეთი რაღაც. მე ეხლა ამ ტექსტურ დოკუმენტს რაც გავაკეთებ, შევუცვლი გაფართოებას. მოდი index.html-ს დავარქმევ. მოდი index2.html-ს. გავხსნ. ნახეთ რა მოხდა? რეალურად ეს ტექსტი ჩვეულებრივად რაც ტექსტურ დოკუმენტში ჩვენ ჩავწერეთ. ეს დაგვეხურა მაგრამ რაც იქ ჩავწერეთ, აქ გამეორდა ის ყველაფერი. ხო, ანუ ჩვეულებრივად აქ რაც უნდა ჩავწეროთ, მაინც გამოვა საიტზე. მაგრამ შეიძლება იფიქროთ თუ პირდაპირ ჩაწერა შემიძლია პარაგრაფი და სპანი რაში მჭირდება. პირველ რიგში ბლოკი და inline-ის სტრუქტურა რო დავიცვათ, პირველი ეგ არის და მეორე რიგში სემანტიკისთვის არ არის სწორი, ანუ არ შეიძლება რომ ესე უბრალოდ ტექსტი დავწეროთ, მით უმეტეს შემდეგში სტილებს ვერ მივცემთ, ადგილს ვერ მივუცდებთ, სად უნდა იმყოფებოდეს და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ამან გამოიწვიოს. შესაბამისად, ჯობია რომ ესე უბრალოდ არ დავწეროთ, თუ ტექსტის გამოყვანა გვინდა გამოვიყენოთ პარაგრაფი. მოდი, მაიმარკეს დავხურო. Visual Studio Code-ის საიტი
არ გვჭირდება და მოდი ამ ყოველსაც რაც მეტია ყოველს გავთიშავ. და გავარცხოთ. ხან დასათაურების ტექსტთან რამე კითხვა ხო არ გაქვს? ან ზოგადად და აქამდე რად გავაკეთეთ, რამე პრობლემა ხო არ შეგექმნათ? აი ეს ბოლო ის ვერ გავიგე ნორმალურად ეს ლესტე აი ეს ბოლო სულ ბოლო ის რა. ბოლო საკითხი. H-ები? არა, H-ები არ მაქვს, სულ ბოლო კომენტარები. ანუ აი თვითონ ამ visual code-ში როგორი წერება. თუ თავიდან. უყურე, იდეაში შეგვიძლია რომ აი როგორც გამხსნელი და დამხურავი ტეგები იწერება, ასევე დავწეროთ კომენტარი. ნახე? მეტობის ნიშანი, ძახილის ნიშანი, ტირე. და ავტომატურად დამხურავს შექმნას. აქ ჩვენ რაც უნდა ჩავწეროთ, ეს ჩვენ საიტზე არ გამოჩნდება. ეს არის უბრალოდ მინიშნებები, რომ დავტოვოთ. ზოგადად ამაზეც ვისაუბრებ, რომ ერთი და იგივე კოდზე შეიძლება ბევრი ადამიანი მუშაობდეს, ამიტომაც შეიძლება დაყოფილი იყოს ამის მხრივ. ან მაგალითად რამის შემოწმება გვინდა და შეგვიძლია დავაკომენტაროთ, რომ ეს რომ არ იყოს პირობითად როგორ იქნებოდა და ასე შემდეგ. მაგაში გამოიყენება, ანუ შეგვიძლია ასევე მაგალითად რამე ტექსტი მოვნიშნოთ, ან თვითონ ნებისმიერ ხაზზე, რომელზეც გვექნება დაწყაპებული, მაგალითად მე მაქვს მერვე ხაზი მონიშნული და ამ ხაზზე თუ მაქვს დაწყაპებული და თუ დავაჭერ Ctrl-ს და შემდეგ slash, ეს ხაზი ამ ხაზში ყველაფერი რაც ეწერება გადავა კომენტარებში. ოღონდ ფრთხილად იყავით კომენტარებთან, იმიტომ რომ მე შეიძლება მაგალითად მოვნიშნო 3 ხაზი. და აი აქედან აქამდე დაკომენტარდება ყველაფერი, მაგრამ ეხლა მინდა რომ პირობითად აი ეს გამოვიყვანო კომენტარებიდან და ეს იყოს და ეს იყოს კომენტარებში. ნახეთ რა მოხდება, მე თუ ამას აქ კიდე Ctrl-ს დავაჭერ, ნახეთ აი უკვე გაგვიწითლა რომ აი რაღაც პრობლემაო და რაღაც შესტომაო. ამიტომაც ჯერჯერობით შეგიძლიათ თქვენ კომენტარებს არ შეეხოთ, კომენტარებზე კიდე კარგად ვისაუბრებ შემდეგ და ჯერჯერობით თქვენ არ გჭირდებათ, უბრალოდ მე აი აქ ამას რასაც დავწერთ ყოველ დღე, ყველა დაწერილ საკლასო სამუშაოს, ასე ვთქვათ, ექცელის შესრულებულ სამუშაოს ავტვირთავ მაისტაძე, დავალებების გრაფაში გექნებათ ეს. ასე ვთქვათ, ნამუშევარი და შეგეძლებათ გახსნათ, ნახოთ და შეამოწმოთ კოდი. ხო. დავალებები, ანუ ლექციაზე რაც ვისაუბრეთ, იმის მიხედვით გვექნება, ხო? კი, რა თქმა უნდა, განვლერითებიდან გამომდინარე გავაკეთებ სხვადასხვა მსგავს სამუშაოებს და მაქედან გამომდინარე ან უკვე ამიტვირთავთ მე დავალებას. ხო, და კიდევ ერთი დავალებაზე რა მინდოდა მეთქვა. მე თქვენ, როდესაც დავალებას აგიტვირთავთ, დავალების სასატვირთად ჩვენ გვაქვს ორი გრაფა თუ ხედავთ, აი, მაგალითად, ლექცია ჩვენ გვყოფა ორ წყვილად. პირველი წყვილი და მეორე წყვილი. ერთში მე აგიტვირთავთ თქვენ საშინაო დავალებას, ანუ პირობითად ეს საშინაო დავალება შეიძლება იყოს აი მაგალითად screenshot შეგდებთ, აი პირობითად აი საშინაო დავალებების folder-ი მაქვს მე აქ, ის არა. აი მაგალითად ეს ხო, პირობითად, ნუ ეს ჯერ თქვენთვის ადრე არის, მაგრამ აი მაგალითად შეიძლება ესეთი რაღაც მოგცეთ. სამომავლოდ შეადგინეთ აი ესეთი რაღაც პირობითად. ერთი დავალება თქვენ გექნებათ ეს და ერთი გექნებათ აი ეს folder. რა არის? აი ეს folder-ი, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ლექციაზე. ანუ აი ესე იქნება. რა არის? ხო, მე პრინც დავაგდებ. ეს Teams-ში გამოჩნდება ხოლმე თუ მაგ საიტზე უნდა შევიდეთ ჩვენც? მაისტაძე რო შეხვალთ, იქ იქნება ყველაფერი საშინაო დავალების გრაფა. Teams-ის მაისტაძე თუ საიტი? არა, Teams-ის არა. თქვენ ინსტრუქცია ხომ მოგცეთ წესით? ინსტრუქცია უნდა მოეცოთ. ის რა ქვია, Portal Office-ის ხო, რაღაც კი.
არა, Teams-ის ვარიანტი არის. MyStat-ი არის არ მოვციხე, არაფერი ჩემთვის არ უთქვია. არც მე. უბრალოდ user-ი და პაროლი მომივიდა პორტალ ოფისის. მე ჩაგიგდებთ ახლა ერთი წამი მე დავაუსტო. მეილზე მოვიდა მგონიო დიანამ დაწერა. ეს საიტი არის თქვენ? არა. MyStat საიტის deport. თქვენ შეხვედრა არ გქონიათ? ადმინისტრაციას. არა. Online meeting-ი არ ჩატარებულა ესე იგი. ხო, მე გავარკვევ ახლა მაგას დადუსტებით. მე იდეაში მეილზეც უნდა მოგივიდეთ. MyStat-ი ეწერება, MyStat-ის login და paroli. და მოსულება დაზიანებული ის არის გვერდი რაღაცა. არ შეიძლება. აი დაზიანებული გვერდია მოსულია, მაგრამ რაღაცა. მან ერთ რაღაცას გეტყვით, აქ შეგიძლიათ ქართულზე შეგიძლიათ აირჩიოთ, ანუ შეიძლება დააყენოთ, მაგრამ ჭედავს ქართულზე, ამიტომაც ენი მონიშნეთ ინგლისურზე რომ იყოს. ეს არის ზოგადად საერთაშორისო პლატფორმა, არის IT-სტეპის საერთაშორისო კომპანია და ამიტომაც კონკრეტულად ქართველების და ჩვენ მიერ აწყობილი პორტალი არის. ანუ ენ-ზე გქონდეთ მონიშნული იმისთვის, რომ პრობლემები აიცილოთ თავიდან. და ამ password და users ადმინისტრაცია გვეტყვის ალბათ. კი, მეილზე უნდა მოგივიდეთ, ეს აქამდეც უნდა მოგწოდოთ იდეაში, მაგრამ მაინც გავარკვევ მე და გეტყვით რა და როგორ იქნება. და ეხლა ამ გაკვეთილების რამე დავალებას დაგვიტოვებთ? კი, საშინაო დავალებას მოგცემთ და იქიდან გამომდინარე თქვენც ანალოგიური უნდა გააკეთოთ. აი მაგალითად, მე თუ აგიპირთავ screen-ს, ანუ ტექსტი თუ არ ეწერება და უბრალოდ იქნება რაღაც ესეთი ფოტო. ესე იგი თქვენი მოვალეობა რომ გააკეთოთ ანალოგიური კოდების საშუალებით. შემდეგ ერთი დავალება ხომ ესე იქნება, ანუ ერთ გრაფაში იქნება ატვირთული ეს დავალება, მეორე გრაფაში იქნება ეს დავალება. ერთი ფოლდერი და მეორე ფოლდერი, ხო? MyStat-ზე როდესაც შედიხარ დიანა, მაგას გიხსნის, მაგას არ უნდა ხსნიდეს. მეილზე მოგივიდა. კაი, მე დავრეკავ ადმინისტრაციაში და გავარკვევ იდეაში. აი საიტზე კი შევედით user-ი და პაროლები არა გვაქვს აშკარად არავის. აი ჩემთანაც მეილზე აქვს ეგეთ რაღაც განმოგაგზავნე და ეგრე ხსნის როგორც დიანასთან რა. კაი, მაშინ როგორ გავაკეთოთ მე დღეს საშინაო დავალებას არ მოგცემთ. ანუ ზოგადად დასაწყის, იმიტომ რომ სამი ტეგი განვიხილეთ იდეაში და ამ სამი ტეგიდან რამე ისეც ვერ მოვიფიქრებ, რამე განსაკუთრებული გაკეთოთ, ისევე იგივეს თუ დაწერთ რა. ამიტომაც მე გავარკვევ ადმინისტრაციასთან, თქვენ დავალება გექნებათ ესეთი რა, რომ პირობითად მე ეხლა ამ ლექციაზე შესრულებულ ფოლდერს დავაარქივებ. ანუ ნახეთ, მე დავაარქივებ, დავაჭერ add to archives. Okay. და იდეაში აქეთ გვერდზე წავამოვიდე. დავაარქივე folder. დაარქივებულ folders ავტვირთავ MyStat-ზე და თქვენ გადმოწერთ ამ archives და ისევე ამ folders ამიტვირთავთ როგორც შესრულებულ საშინაო დავალებას. მიხვდით ხო? ანუ ამ folders გადმოწერთ და უბრალოდ უკან დააგვენთ. ანუ მე აუცილებლად უნდა მოგცეთ რამე, უნდა იყოს რამე ატვირთული. მაგრამ იდეაში დღეს ბევრი რაღაც ვერ მოვასწარით. და ამიტომაც პირველ ლექციათან და რა ისეთ დავალება უნდა მოგცეთ, რომ განსხვავებული იყოს ახლა პარაგრაფის spine და h ერთი განვიხილეთ იდეაში. ამიტომაც ამ folders გადმოწერთ და იგივეს დააბრუნებთ. ხო. მოდი მანამდე ჩვენ შეგვიძლია კიდე 10 წუთი გვაქვს დარჩენილი და ამ 10 წუთის განმავლობაში კიდე შეგვიძლია რამე ტეგი განვიხილოთ. მაგალითად რომელი, კაი, იყოს a ტეგი. ნახეთ, a ტეგი არის ტეგი, რომელსაც ლინკისთვის არის.
მე ჩამეკეცა და ისე ვიქნა შესვლა რომ დავწერო კოდები. ჩამეკეცავ და რომელმა თქვა ბოდიში ვერ გავიგე? მე ვთქვი და ვეღარ შევდივარ იმ ადგილას, სადაც ვიყავი, რომ დავწერო. Visual Studio კოდი გაგეთიშა თუ უბრალოდ შეიკეცა? თუ ბრაუზერზე გულის? არა, გამეთიშა თვითონ ამ იმაში. ხო და სალომე ვერ მივხვდი რა გაგეთიშა. ბრაუზერი Visual Studio კოდი თუ Visual Studio კოდი გამეთიშა თვითონ და ვეღარ მოშვები, ვეღარ ვწერ. არ მახსოვს როგორ შევიდე. წერან საიდანაც ანუ იცი რა შეგიძლია გაკეთო? Search-ი გახსენი და search-ში მოძებნე Visual Studio კოდი. ჩვეულებრივად გახსნი და იგივე folder-ს დაგახვედრებს აქ რაც არის. ანუ ხო და იგივე ფაილი არ დამხვდა, თორე ეგ გავხსენი. ეკრანს გავაზიარე. მაშინ თუ ხო გავაზიარე თან და გეტყვი უბრალოდ რომ თუ ცარიელია ისევე შეგიძლია ამ folder-ს მოკიდო ხელი და ჩააგდო აქ. ეგ ფაილი გადავიტანე ისე, მაგრამ არ გადადის. აი, აბა გახსენი. გაზიარე უფრო სწორად. გაზიარდა? კი, ჩანს. ჩაკეთე ბრაუზერი. ხო. და აბა ჩააგდო folder-ი რამე. უყურე რეალურად ეხლა შენთან იცი რა არის? ჩავარდა folder-ი, ანუ მარცხნივ Explorer-ი არის, ანუ სულ მარცხნივ, აი ჩამოყოლებაზე პირველივე ის უნდა გახსნა. ან დააჭირე Control S. Control Shift S დააჭირე. Visual Studio კოდზე. აი, მოდი გეტყვი, სა უნდა დააჭირო. Take Controls მოვითხოვ. სადა თუ ვერ ვითხოვ. ისე რა გაკეთე, აი მარჯვნივ ჩამოყოლებაზე Visual Studio კოდში პირველივე აი ორი ფაილი ახატია. ხო, აი მაგას დააჭირე. და აი new folder ხო წერია და მაგ new folder-ს დააჭირე. აი welcome ხო წერია მანდ. აი აქ Explorer-ში რაც გაიხსნა. მარცხნივ იქნება ზუსტად ეგეთი. ხო, აი მან new folder-ს დააჭირე. და აი მანდ არის index.html. და შეგიძლია აქ და გავხსენით ტეგი. სხვადასხვა რაღაცამ იცოდა რა ტეგი იყო. და გვასპოილერა. გიორგი შენ იყავი, ხო? არა. ლინკის ტეგია ვიღაცამ კითხვა წერა, მაგრამ ვინ იყო არ ვიცი. მოდი ესეთი რაღაც. ხო. იცი გიორგი, რამე შეხება გააქვს შენ? მომზადე რამე? მე გიორგი თუ მეოლე ნეტა. არა, ელიაო. ხო. გიორგი. აი, გავაგზავნოთ არ პასუხობს გიორგი. და შევქმნით A ტეგის გამხსნელი და დამხურავი, ხო? გამხსნელი ტეგი, დამხურავი ტეგი. მოდი აქ ჩავწეროთ Google-ზე გადასვლა. აი, Google-ზე გადასვლა ჩავწერეთ, ხო? ჩვეულებრივად ტექსტის სახით. მოდი აქ ჩვენ ბრაუზერში დავარეფრეშოთ
დავარეფრეშოთ. ხო, ნახეთ. ბოლოში გამოჩნდა ესეთი რაღაც, Google-ზე გადასვლა. ეხლა ჩვენ რამენაირად უნდა გავხადოთ, გავაცოცხლოთ უბრალოდ ეს ტეგი. შეჯერობით არაფერს არ აკეთებს, როგორც ვთქვათ, ჩვეულებრივი ტექსტია. იმისთვის რომ გავაცოცხლოთ, გადმოვალ მე ისევ Visual Studio Code-ში და A-ტეგში ნახეთ, ეს ხო არის A-ტეგის გამხსნელი ტეგი უბრალოდ. ხედავთ? აი აქ სახელსა და დამხურავ ფრჩხილს შორის გავაკეთებ space. ნახეთ, დამხურავი ფრჩხილი და ატრიბუტი. ბოდიში ატრიბუტი მეტყვი, ტეგის სახე. ანუ ას და ფრჩხილს შორის გავაკეთებ space-ი და აქ უნდა დავწეროთ ეხლა ატრიბუტი. რა არის ატრიბუტი? ატრიბუტი არის ესეთი რაღაც, რის საშუალებითაც ჩვენ თეგებს ვაძლევთ რაღაც კონკრეტულ ფუნქციონალს. და დამატებით შესაძლებლობებს. მაგალითად, A-ტეგს მე აქ თუ ჩავწერ hrefs, href უდრის და ბრჭყალები. href უდრის და ბრჭყალები. A-ტეგის გამხსნელ ტეგში სანამ ფრჩხილი დაიხურება. და აქ უნდა ჩავწეროთ მისამართი ახლა. მაგალითად დავწეროთ google.com. დავწერეთ google.com და დავარეფრეშებ სადაც. ეხლა ნახეთ, როდესაც href-ი დავუმატეთ ჩვენ, ამის შემდეგ მიხვდა უკვე ბრაუზერი, რომ ეს ტეგი რეალურად არის ლინკის ტეგი და ლინკის ტეგისთვის დამახასიათებელი თვისებამიცა გაალურჯა და ქვემოდან გაუკეთა underline-ი, ეგრეთ წოდებული ქვედა ხაზი. ჩვენ ეხლა რომ დავაჭიროთ ჩვენ ტექსტს Google-ზე ვერ გადავედით, იმიტომ რომ რეალურად აქ უნდა იყოს სწორად https://www.google.com. ანუ მთლიანი მისამართი უნდა ჩაიწეროს. ანუ ეს მისამართი ჩვენ ეხლა, ვიცა, მე არასწორად დავწერე, ხო? google.com https://google.com. რატომღაც არასწორად წერ? ანუ სწორად მეწერა, ხო? https://google.com. ხო, მოდი ახლა შევამოწმოთ. ხო. რაღაც წეგან არასწორად მეწერა აშკარად. ხო, ეხლა გააქტიურდა. როგორც ხედავთ, ანუ https://google www მეწერა. ეგ ორანს ხო. და ამ საიტის მისამართი შეყვანის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავაჭიროთ Google-ზე გადასვლას და გადავალთ Google-ზე. ან თან იცი რაც დააკვირდით, რომ მე როდესაც Google-ზე გადასვლას ვაჭერ, ეხსნება იმავე გვერდზე Google-ი, რომელ გვერდზეც ანუ იმყოფებით. ანუ ჩვენი საიტის მაგივრად იხსნება Google. იმისთვის რომ ცალკე ფანჯარა გაიხსნას Google-ისთვის და ჩვენი გვერდი არ დაიხუროს, ჩვენ შეგვიძლია აქ A-ტეგს კიდევ ერთი ატრიბუტი დავუმატოთ. target, ნახეთ, ესეთი ატრიბუტია. target, უდრის და ბრჭყალები. ხედავთ? მოდი ცოტა უკან გამოვწერო. href-ში გვიწერია მისამართი, ერთი ატრიბუტი და აი აქ სანამ ეს A-ტეგი აქ ხო გაიხსნა,
და აი ეს სანამ დაიხურება, აი აღწერთ ამ შემდეგ ატრიბუტს. href-ის შემდეგ. target და იმისთვის რომ ვუთხრათ, რომ ცალკე გვერდი გაიხსნას, აქ target-ში უნდა ჩავწეროთ blank. და ამის შემდეგ მოდი დავარეფრეშოთ ახლა ჩვენი გვერდი, დავაჭიროთ Google-ისე გადასვლას. და როგორც ხედავთ, ცალკე გვერდი გვეხსნება იმისთვის, Google-ისთვის და ჩვენი გვერდი აღარ იხურება. ეს ყველაფერი მოხდა href-ის და target-ის საშუალებით. რომელშიც უთხარით, რომ მნიშვნელობა blank-ი ექნება, ანუ ცალკე გვერდი გაიხსნას ჩვენი საიტისთვის და ჩვენი საიტი არ დაიხუროს. რამე კითხვები ხო არ გაქვთ მეგობრებო? აი, ჩემთან მაგალითად ახლა არის შეცდომა. რასთან დაკავშირებით ვანა? გაჩვენოთ? კი, გააზიარება ვნახოთ. განვიხილოთ. და ისე შესაძლებელია ეს რომ კიდევ ახალ ტექსტში ჩაჯდეს თქვათ H4-ში და ზომა დაპატარავდეს თუ აღარ იმუშავებს ეს. კი, ჩვეულებრივად შეგვიძლია, ანუ ტეგები nested-ი, ანუ ერთმანეთში რომ ჩავაშენოთ, შეიძლება მან ერთი პატარა წესი არსებობს, რომ ბლოკური ელემენტის ჩასმა არ შეიძლება inline ელემენტში. ანუ ეგ ერთ-ერთი, ანუ ამასაც განვიხილავთ აუცილებლად, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია თქო. ხო, უკვე შენ გაქვს ბრჭყალებში, ანუ ბრჭყალებში ჩვენ ჩავწერეთ ლანა საიტის მისამართი და შენ ბრჭყალებში გაქვს ასევე ჩაწერილი target-ი. ამიტომაც, აი, target უდრის ამ მოჭერი, მაქედან წაშალე google.com დაწერე, მაგ ბრჭყალს გამოსცი ერთით მარჯვნივ და მან დაწერე უკვე target უდრის და ბრჭყალი. Всё? Всё. ეხლა იმუშავებს. არაფერს. Control-S არ დაგაუწყდეს, ხო? კი. და სად არის დავკარგე? ბრაუზერში უნდა იყოს. ხო. დაარეფრეში გვერდი. მადლობა. არის. სხვასთან რამ პრობლემა ხო არ არის? არა. მუშაობს ყველასთან. ანუ ბოლო ის მე არ გამიკეთებია ეს ბოლო ის რა. ხო. რა პრობლემა შეიქმნა? ანუ აი ბოლომდე პროსტა არ გამიკეთებია, აქეთ არ visual code-ში არ გამიკეთებია ბოლო ეს art tag-ი რა. იდეაში თუ გინდა გადაიწერე, შეგიძლია ეხლა ლექციას რო დავამთავრებთ, აიტვირთება ვიდეო და შეგიძლია ახლანაც უყურო. ხო, როგორც მე იმას ვისაუბრე ლექციის. კი ბატონო. ხო, მეგობრებო, კაცთან რა მოხდება, მოგწევთ თქვენ სანამ ავტვირთოთ დავალებას მანამდე? კი, ანუ ზოგადად მე როდესაც დავალებას მოგცემთ ხოლმე, გექნება თვა და ერთი კვირა ზუსტად. ერთი კვირის გასვლის შემდეგ, ანუ მაგალითად დღეს ხომ რა დღეა სამშაბათი, ხო? იქითა სამშაბათს ღამის 12 საათამდე გექნება თვა და რომ საშინაო დავალება ატვირთოთ. 12-ის შემდეგ უკვე გადავა deadline-ში. ვადაგაუვა უბრალოდ და ქულა დაგაკრდებათ უკვე მიღებულ შეფასებას. ამიტომაც შემდეგ აკვეთილამდე კი არა, ხვალე აუცილებლად გავარკვევ, ეხლა დღეს რომ დავრეკო უკვე გვიანი არის, აღარ იქნება ადმინისტრაციაში, ამიტომაც ხვალე გავარკვევ ყველაფერს და Teams-ის ჩატში მოგწევთ. ამ ვიდეო მასალას ადატვირთავთ. ეს იქნება Teams-ზე, ნიკა ეხლა მე რომ გავდიშავ, აი აქ, საგანახებთ. აი აქ, ეხლა ჩვენ რომ გავდიშავთ, ჩანაწერი მიდის და აი აქ გამოჩნდება ჩვენი ჩაწერილი ვიდეო და იმ ვიდეოს დააჭერე და გადახვალ საიტზე, საიდანაც შეგეძლება უკვე ამ იმის ნახვა. კარგით, მაშინ მეგობრებო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, იმედია ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა გვექნება და დაგემშვიდობებით და შემდეგ აკვეთილზე შევხვდებით. ეს ჩვეულებრივად დავხუროთ, ხომ? სასიამოვნო იყო. კი. ჩვეულებრივად შეგიძლიათ დავხუროთ.
ეს visual code-ში რაც გავაკეთეთ, ეს ამას save ხო? კი, ან კონტროლ-S save-დება ყველაჯერ. კი. თვითონ ეს ფაილი მე როგორ ნახო ამ იმაში visual code-ში? Visual Studio Code-ი გახსენ ისევე და დაგვხდება ისე. თუ პირობითად მეგობრებო კიდევ ერთ რაღაც გეტყვით, თუ პირობითად ცალკე ცარიელი ფაილის გახსნა დაგჭირდებათ, უბრალოდ დააჭერ Files, New Window და გეხსნებათ სრულად ცარიელი Visual Studio Code-ი, სადაც შეგიძლიათ ახლა ჩააგდოთ ფოლდერი. ანუ მაგალითად მე თუ აი ამ ფოლდერს სადაც მუშაობდი, ისევე ჩავაგდებ ცარიელ Visual Studio Code-ში, მოდი გავთიშავ მას, ნახეთ. და ჩავაგდებ აქ. ჩვეულებრივად ისევე დაგიბრუნდება. თუ გინდათ ცარიელი, new window, ამას ძველს დავხურავთ და მე კიდე შეგიძლიათ ახალი ფოლდერი გააგდოთ, სადაც index.html-ის ფაილს დააგენერირებს და უკვე ნულიდან დაიწყებთ მუშაობას. დასაგები. აუ, კაცრავად. ეს მითხავ ჩემ ხა. იცით რა მაინტერესებს? რაღაცა ჩემი არ იხსნება საიტზე ეს HTML-ი. გაზიარებ. გაზიარებ. ვერ ვაზიარებ. და შეიძლება სადმე ავწდი რამეს რა ვერ მივხვდი ერთი წუთით. თვითონ ბრაუზერში არ გამოდის თუ ბრაუზერში საიდან ხო, ბრაუზერში არ გამოდის. არ გამოდის. ეხლა Visual Studio Code-ი გახსენი. და აი აქ ერთი წამით. index.html-ს წავშენი. და auto-save თუ არ გაქვს ჩართული, მაგალითად, აი ეს თეთრად არ გიჩანს, ხო? თეთრად ერთი წამით. X-ი ახატია თუ თეთრად ჩანს, თეთრი წრე? თეთრად ჩანდა ერთი წამით. X-ი ახატია. X-ი ახატია. ბრაუზერს როდესაც ხსნი refresh-ებ იმ გვერდს, სადაც უნდა გამოვიდეს index.html-ის. აი აქ ეს refresh-ების გლაკიო, ხო, მაგას დააჭირე. ხო, და ბრაუზერში არ ხსნის. თორემ როგორც ფაილი ისეა. გაფართოებას სწორად მივთითე? ანუ ეხლა მაგალითად ჩვენთან ეგ რო შევამოწმოთ რა, Visual Studio Code შეგიძლია, ან აი აქ შეხედო, ესეთი აიკონია? არა. არა, ხო? ანუ გაფართოების ბრალია შენთან. Windows-ი რომელი გიყენია? 10. 10-ია? მაშინ შენ უნდა გააკეთო ესეთი რაღაც, ნახე. გახსენი ფოლდერი, სადაც გაქვს ის HTML-ის ფაილი. შენ ეხლა როგორც ტექსტს, ისე შეუცვალე სახელი, ანუ ჩვენ აი აქ შევცვალეთ გაფართოების. ახსენი შემდეგ. აი აქ დააჭირე views. დიახ. და აი აქ file name extensions-ი. აი შუაში რომელიც წერი, აი ბოლო მოსანიშნე ისინი არის, checkbox-ები არის, თუ გაქვს მონიშნული. კარგად ვარ. ერა გიორგი. გადმეგობრებო, გადიხართ. აურსულად არის და ვერ
ხვდები რომელიც რუსულად ეწერება მაშინ რაში მონიშნულია? კი. რუსულად იქნება переименовать. არა, переименовать არ იქნება, расширение იქნება. расширение, კი, აი ახლა მომნიშნებ ეგ არ იყო მონიშნული და ხო. და ახლა რა ვქნა? აი ახლა არა, უყურე, იმ ფოლდერს რო შეხედო. index.html უწერია? თუ index.html.txt ექნება უკვე კი, ტექსტი უწერია, კი, ტექსტი დაემდა. წერტილი txt წაშალე, ხან rename-ს დააჭირე. აჰა. rename გავუკეთე და წერტილი txt წაუშალე. დააჭირე enter-ს მერე და დაეთანხმე. კი. ხო, და ეხლა გახსენ. ხო, გაიხსნა. მადლობა. არაფერს. კარგი. მადლობა. დაგემშვიდობებით მაშინ გუბოვჩით. ნახვამდის. კი ბატონო. კარგად იყავით ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის, კარგად იყავით. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის.